მსახიობი. იმ მხრივ რომ წოდებები აღარც არის და არც მაინტერესებს. წოდება არის რომ აი დადიხარ და გცნობენ, პატივს გცემენ. ეს არის ჩემი წოდება. ცოტა ცელკი. ძალიან მიყვარდა თეატრი თავიდანვე. მიუხედავად იმისა, რომ მე სოფელში გავიზარდე და თეატრი როცა უკვე პრაქტიკულად სკოლას ვამთავრები მე-9-10 კლასში ვიყავი, მაშინ ვიყავი პირველად მარჯანიშვილის თეატრში და ვნახე სპექტაკლი ძველი ვოდევილები, მაგრამ რატომღაც მაინც მიყვარდა თეატრი. ნუ კინოზე ვგიჟდებოდი. ერთ ფილმს იღებდნენ ჩვენთან იყო ეგეთი ფილმი მოლოდინი. და იქ რეჟისორმა გითხრა რომ ისა გადაგიღებთო ხვალე მოდითო 3 საათზეო და თქვენ უნდა გადაგიღოთ რამოდენიმე ბავშვი. და ახლა ჩვენი გადაღება იყო ხიდზე დავრბოდით ესე. როლს ვინ გვათამაშებდა კაცო და ველოდებოდი ამ ფილმს მთელი წელიწადი რომ მეთქი აბა როგორ ეკრანზე რა იქნება, როგორ იქნება თქო და თურმე ოპერატორს გადაუღია ჩრდილები. ჩვენი რომელიც ეცემოდა წყალს. რა თქმა უნდა იქ ახლა ვერ იცნობდი ვერავის და ყოველ შემთხვევაში ქართულ ხელოვნებაში მოვედი ჩრდილით. ასე მინდოდა თავიდანვე, მე არჩევანი არ მქონია სხვა. უბრალოდ დედაჩემს უნდოდა ძალიან, რომ გავხდარიყავი ან იურისტი, ან ეკონომისტი და მე ძალიან არ მინდოდა. იმასაც გეტყვით ძალიან მოკლედ, რომ მამზადებდნენ, მაშინ მომზადებები იყო, მამზადებდნენ მათემატიკაში, ისტორიაში და ქართულში, რომელიც ბარდებოდა ეკონომიურ ფაკულტეტზე, მაგრამ მე ადრე იყო გამოცდები აქეთ თეატრალურ ინსტიტუტში და გამოვიპარე ჩუმად. გამოცდებზე და ასე ვთქვათ ჩავაბარე. გამოცდები და დედაჩემი მელოდებოდა რომ უნდა სოფელში ჩავსულიყავი ჩემთან მე ახალდაბიდანა ვარ ბორჯომიდან და უნდა ჩავსულიყავი იქ და მე ერთად უნდა წამოვსულიყავით გამოცდებისთვის აგვისტოში იყო გამოცდები იქ ივლისში იყო თეატრალურ ინსტიტუტში და რო ჩავედი მე უთხარი რომ მე უკვე ჩაბარებული მაქვს აგერ არის მე უთხარი ფურცელი და ჩარიცხული ვარ მე უთხარი სამსახიობო ფაკულტეტზე და ახლა შენ თუ გინდა წასვლა წადი და ჩააბარე შენ თქო ბაღის ბოლოში, სადაც დედაჩემს ბოსტანი ქონდა გაკეთებული, იმის ბოლოში იყო ორი ხე, რომელზეც ვაბამდი თოქს, გადავკიდებდი ზემოდან რაღაცა პლედს, ან ადიელას, რაღაც ფარდას. ხო და იმას გავხსნიდი ხოლმე და გამოვიდოდი და კომბოსტოსის იყო, ნათესები იქ, კომბოსტო იყო დათესილი, რომელიც ძალიან გავდა პარტერს. თავებს გავდა ადამიანის და უკითხავდი ლექსებს, რა თქმა უნდა, რეაქცია არ ჰქონდათ ამათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარდა ეს საქმე და პირველი სპექტაკლი ჩემი იყო, როდესაც ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, იყო ეგეთი ჯერ ნაწყვეტებს თამაშობდით ხოლმე პირველ მეორე კურსზე და სპექტაკლი რასაც ქვია, იყო შვარცის ჩრდილი. ჩემი მეუღლე ძალიან ისეთი თბილი და რბილი ხასიათის ქალია და ამიტომ იტანს ჩემ პროფესიას. მაგრამ სიმართლე გითხრა თავიდან როცა სასიყვარულო ისტორია იყო ჩვენი თავიდან გამომხილე რომ ძალიან რთული პროფესიის ადამიანს მიყვები ცოლად თქვა არა უშავს ეგება ავიტანო და არ ჩემსა რა აიტანო მე მგონი არავინ იმიტომ რომ მე თავს ისე კარგად როგორც ახლა ვგრძნობ ვერ ვიგრძნობდი ვერცად პროფესიაში. იმიტომ რომ თუ დედაჩემს უნდოდა დაუშვათ იურისტი გამოსულიყავი, ჩემი 2 ბიძაშვილი, 3 ბიძაშვილი და მე მგონი საბიძაშვილო იურისტები არიან სულად და რომ მოვხედრილ ვარ მათთან სამსახურში და ამდენს რო წერენ, მე ამას ვერ ავიტანდი. აი როგორც არ შეიძლება ცადა მიწის შედარება ტექნოლოგიურადაც, აი რა თქმა უნდა კამერასთან მუშაობა აბსოლუტურად სხვა არის, ახლა როცა ძალიან ბევრ რეჟისორთან მაქვს ნამუშევარი მაგალითად ისე წამყვან რეჟისორებთან რომელზეც ოცნებობენ მსახიობები რომ ითამაშო ხო და კამერა ისეთი რაღაცა ოდნავ მეც გააკეთებ თუ არა ჩანს ოდნავ დააკლებ ესე ჩანს ისე უნდა იარო ბრიტვაზე თუ შეიძლება ესე დანის პირზე უნდა იარო რა თქმა უნდა თუ ჭეშმარიტ შემოქმედებაზეა ლაპარაკი ასე რომ შედარება ძნელია, მაგრამ მე მაინც თავს ვთვლი მე უფრო კინოს მსახიობად, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვიმუშავე კინოში და ძალიან ბევრი ფილმები მაგ გადაღებული. თითქმის 70-ზე მეტი,
ვითვალე 70 და მე მგონი მეტი მაქვს გადაღებული. ეს ბოლო პერიოდი აღარ დამითვლია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ პროფესიაში არის, რომ თავის დროზე მოვხდი ყოველთვის ღირსეულ ადგილზე. მე ვიყავი 24 წლის ბიჭი, როდესაც გადავიღე პირველი ფილმი ჩემი სიყვარული ყველას უნდა. მანამდე მქონდა 1-2 ფილმი გადაღებული, არანაკლები მე ვამბობ წარმატების თვალსაზრისით იყო ეგეთი ფილმი ბეღურების გადაფრენა თემურ ბაბლუანის. მაშინ სტუდენტები ვიყავით, რომ დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა, მერე უკვე წამოვიდა სიყვარული ყველას უნდა, ყველაზე სწრაფები. წარმატებისთვის პირველი საჭიროა ნიჭი იმ საქმისა, სადაც მუშაობ, ისევ ნიჭი და ძალიან დიდი შრომის მოყვარეობა. ყველა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა და ფიქრი მაქვს ჩადებული. ალბათ არ გავაკეთებდი ბოროტებას შეგნებულად, იმიტომ რომ ადამიანი თავისთავად ისე მოულოდნელად შეიძლება ჩაიდინოს რაღაცა, მაგრამ უნდა შეეძლოს მას აღიაროს ეს, რომ ჩაიდინა ცუდი საქციელი და ბოდიში მოიხადოს ამისთვის, საზოგადოების წინაშეც და თავის წინაშეც და ვისაც დაუშავა რაღაც. მეტის მე არ მიმაჩნია. ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. მაინტერესებს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემი პროფესია არის დაკვირვების პროფესია. თუ არ აკვირდები საზოგადოებას, აი მიყო ერთი მახსენდება ეგეთი ძალიან მოკლედ მოვყვები ლილიოსელიანთან თამაშობდით პიგმალიონს. ძალიან ცნობილი რეჟისორი და ძალიან ძლიერი პედაგოგი. ხო და ძალიან მოწონდა, რასაც ვაკეთებდი რა მე. და კარგია მეუბნებოდა, მაგრამ სახში რომ მოვდიოდი, რაღაცა მაკლდა, არ ვიცი რა, იმიტომ რომ მაშინ პროფესიონალი არ ვიყავი მე ამ საქმის და ვერ ხსნიდი ხოლმე შიგნით რა მემართებოდა. ხო და მე სახლიდან მოვდიოდი და უცბად შევამჩნიე კაცი, რომელიც ქუჩაში მოდიოდა და ხალხს ესალმებოდა, მაგრამ უცნაურად ესალმებოდა. ესე ქუდს კი არ იხდიდა და ისე კი არ ესალმებოდა, შლაპა ეხურა და ესე ხელს კიდევდა, თავს გამოაძრობდა ასე ქუდიდან და უკრავდა ესე თავს და მე დაიხურებდა ისე. აი ესე დეტალებს უნდა აკვირდებოდე და ცნობის მოყვარე უნდა იყო. გაინტერესებდეს რაღაც ამბები სხვის მიმართ არა გასაჭორად, არამედ ანალიზის გასაკეთებლად, რომ აი ამ პოზიციიდან რა თქმა უნდა მე ვარ მოყვარული მაგ საქმის. ძალიან მიყვარს ყურებაც კი ბილიარდის. აი ძალიან ვერთობი. რაღაცა ეთყობა იმის გამო, რომ სკოლაში ძალიან მიყვარდა გეომეტრია. ძალიან აი ხაზები, კუთხეები, რაღაცა და ბილიარდში აუცილებელია ეგ ხაზი, კუთხე, თვალი, რაღაც რა კუთხით დაარტყა, როგორ დაარტყა და ძალიან მიყვარს. მიყვარს ფეხბურთის ყურება, თუ არის კარგი და რო გითხრა ასეთი გადაყოლილი ჰობი, არც მცალია ჰობისთვის. ძალიან მინდა რომ რაღაცა ისეთ სერიოზულ უცხოურ ფილმში დამიძახო. არა მატერიალურად, არამედ აი შესაძლებლობები რომ მოვსინჯო იქ როგორ შემიძლია ვიმუშაო. კარგი სამეგობროზე მე მაგალითად ყავს რამოდენიმე მეგობართა ანსამბლი, რომელიც რომ დამირეკავენ მივდივარ ხალისით. ხვდებით ახლა და ის არის როგორ ისეც და ახლობით 6 კაციანი ჯგუფი, შეიძლება 5 ვიყოთ, შეიძლება 6, შეიძლება 7-ის, მაგრამ ცოტა მეტი უკვე უღრევს სიტუაციას. ხო და ძალიან ისეთი 7 საუბარი მიდის და ამ ვიცი რომ ამათთან ვარ ბედნიერი რა. არავინ არ თქოს რომ შიში არ მაქვს. პირველი მეშინია იმის რომ ის არ მომივიდეს რომ ვიძახი ბედნიერი კაცი ვარ და ბოლოს გამოვიდეს ისე რომ რაღაცა მისე დამწყვიტოს გული რომ თანაც ძალიან მეშინია იმის რომ ვინმე ჩემიან სახლობელს რაღაცა ისეთი უკურნებელი სენი არ დაემართოს და პრობლემა არ გამიხდეს. ეგ პრობლემა არა მარტო მას, არამედ მე. ძალიან რთულია ეგ და ამის შიშები მაქვს. სულ ვთხილობ იმაზე რომ ბავშვები სადაც მიდიან, შვილები სადაც მიდიან, ყურადღებით იყო რომ რაღაცა არ მოხდეს. მეშინია იმის რომ ოჯახში სიმშვიდე იყოს და არ აირიოს ყველაფერი. რატო არ ვიცი, მაგრამ მაინც მეშინია.